პროცესი თავისთავად მნიშვნელოვანია, საინტერესოა, მაგრამ აქვე უნდა ვთქვა, რა თქმა უნდა, სიმართლე გულუყვილო აზმოლოდინი და არც ილუზიები არ მაქვს. თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ სამოქალაქო თანხმობა როგორც პროცესი შანსი უნდა ჰქონდეს. შანსი უნდა ჰქონდეს და მე პირადად მეგობრებთან ერთად უმცირეს შანსს სანამ ხედავ, რა თქმა უნდა ამ პროცესს ხელს შევუწყობ ჩემი და ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში. რა არის ჩემთვის სამოქალაქო თანხმობა, ხო? სამოქალაქო თანხმობა ჩემთვის ამ ეტაპზე ისტორიის მოცემულ დროში გულისხმობს ორი კომპონენტის მოწესრიგებას და ერთხელ და სამუდამოდ ამ მიმართულებით კვეთრი გადაწყვეტილებების მიღებას. ეს არის პოლიტიკური მართლმსაჯულების დასრულება, პოლიტიკური დევნის დასრულება, არა უბრალოდ ჩვენს წინააღმდეგ, ვინც ახლა ვართ რეჟიმის მოწინააღმდეგეები და ასეთები ძალიან ბევრი ვართ, აბსოლუტური უმრავლესობა ქვეყნის მოსახლეობისა, ვიდრე ბიძინა ივანიშვილის დაჯგუფებებში ყოფი გუნდის წევრები. არამედ მომავალშიც. არ უბრალოდ წარსულზე უნდა შევთავაზოთ, არამედ მომავალზე უნდა შევთავაზოთ და რა თქმა უნდა ამ ქვეყანაში უნდა გაჩნდეს განცდა, ხო? არჩევნების სადმი და არჩევნები არ უნდა ყალბდებოდეს. ან პოლიტიკური მართლმსაჯულება და არჩევნები ამ ქვეყანაში არ უნდა ყალბდებოდეს. აი ასეთ შემთხვევაში შეგვიძლია რა თქმა უნდა სამოქალაქო თანხმობაზე ვისაუბროთ. სხვა შემთხვევაში გაჭირდება, სხვა შემთხვევაში გართულდება. ხალბატონ ზურაბიშვილს აქვს სწორი აღწერა შექმნილი ვითარებისა ქვეყანაში, მან ამის თაობაზე საჯაროდაც ისაუბრა, ჩემ და გასაკვირადაც. როდესაც იგი აღიარებს, რომ ქვეყანაში არის სოციალური, ეკონომიკური, პოლიტიკური კრიზისი, როდესაც ქვეყნიდან გარბიან მოქალაქეები, იმიტომ რომ ამ ქვეყანაში მათ აღარ გაეჩერებათ. ეხლა ეს არის განსხვავებული რამ, რაც მე მომისმენია ბოლო წლების განმავლობაში, განსხვავებით იმ ადამიანებისა, რომლებიც წლების განმავლობაში ახმოვანებენ ბიძინა ივანიშვილის პოზიციას. ხო, ვინც ყავს კაბინეტში მას დასაქმებული ადამიანები, ღარიბაშვილი, კობახიძე და შემდეგ, ხო? ეს ადამიანები რაზე საუბრობენ? საპირისპიროს, რომ ქვეყანაში ეკონომიკური აღმასვლაა და დოლოთი მატულობს ოჯახებში და პოლიტიკური დევნა არის. ანუ როდესაც რადიკალურად განსხვავებული განცხადება კეთდება ხალბატონი ზურაბიშვილის მხრიდან, რა თქმა უნდა, ეს არის მისასალმებელი. ეს ერთი აღწერა ვითარების, რასაც ვეთანხმებით, მე მგონი ყველა რაციონალურად მოაზროვნე მოქალაქე, სხვაგვარად შეუძლებელია და გამოსავალი როგორ აქვს ამ ძიმე მდგომარეობიდან დანახული ხალბატონ ზურაბიშვილის ამ შეხვედრის განმავლობაში, რა თქმა უნდა, ჩვენ პრაქტიკულად ყველა საკითხთან დაკავშირებით ვისაუბრეთ. მე ვფიქრობ, რომ გამოსავალიც მას სწორად აქვს წარმოდგენილი. თუ შეიძლება, სწორად აქვს. გეჩქარება? სწორად აქვს წარმოდგენილი, თუმცა ბევრი რამ არის დამოკიდებული, რა თქმა უნდა, თავად რეჟიმზე. ეხლა რეჟიმი რისი რეჟიმია, რომელიც საკუთარი ხელით მოისახის შეიმცირებს, მოდით ასე ვთქვათ, ძალაუფლებაში ყოფნის ვადასან დროს. ამიტომ აქ მნიშვნელოვანია თავად ხალბატონი ზურაბიშვილის პოზიცია, მას აქვს ისტორიული შანსი, ჩემი შეფასებით, მას შეუძლია როლი, არა უბრალოდ როლი ითამაშოს ამ პროცესში, არამედ დიდი და გადამწყვეტი როლი ითამაშოს, მას აქვს შესაბამისი ბერკეტები, ფიქრობ, სწორი კომუნიკაციის პირობებში საზოგადოებრივ აქტიურ ჯგუფებთან იგი მოიპოვებს ამ პროცესში მხარდაჭერას და ასეთ შემთხვევაში შეიძლება ამ პროცესიდან რაიმე გამოვიდეს. ხალებაზე ნიკა, თუ იყო საუბარი, თქვენ ამბობთ, რომ ბერკეტები აქვს სალომე ზურაბიშვილს. რომ თავარი მიზანი ამ შემთხვევაში არის დასუსტება ნაციონალური მოძრაობის. შესაბამისად როგორ გონიათ ეს? ჩვენ კი დავაზუსტებ ბატონიკა, კობახიძემ თქვა, რომ აქ საუბარი არ არის შეთანხმებაზე, არამედ საუბარი არის პოლარიზაციის ხარისხის შემცირებაზე და ხარისხი შემცირდება კობახიძე, მაშინ თუ დავასუსტებთ ნაციონალურ მოძრაობას და რომ ეს ტენდენცია დაწყებულია და რღვევა დაწყებულია და მოძრაობა პარტიაში, რომელიც გაგრძელდება და სწორედ ამით მივახცევთ ჩვენ პოლარიზაციას.
პოლარიზაციას, როცა დასუსტება. ან კონდა ეს კომენტარი, რაც მოსწონია საკითხული, აქაც ჩანს რომ ხელისუფლება აბსოლუტურად აცდენილია რეალობას, მეტიც საერთოდ წარმოდგენაც არ აქვს საკუთარი თავებისთვის შექმნილი თუ რა უნდა და რა სურთ, მათ უბრალოდ ეს არ შეუძლიათ, ხო? არის მე მინახავთ თქვენ გაგიგიათ ვიცნობთ ახლა სახელმწიფოები, სადაც ოლიგარქიული რეჟიმი არსებობს მართლმსადავრებთან და მიტაცებული აქვს სახელმწიფო, მაგრამ რაღაცას მაინც აკეთებენ მოქალაქეებისთვის. შიმშილით მაინც არ ხოცავენ და ფულს არ პარავენ, იპარავენ, მაგრამ მოსახლეობას რაღაცას მაინც აძლევენ. ამ სახელმწიფოში მიტაცებული ძალაუფლების შემდეგ ბიზინა ივანიშვილის ამ წარმომადგენლება არათუ ვერაფერი ვერ გააკეთეს, ვერაფერი ვერ თქვეს, რაც თუნდაც ადამიანს იმეს გაუჩენდა, რომ შეიძლება ამ ქვეყანაში ცხოვრებით ჩემი ყოფა უკეთესობისკენ შეიცვალოს. აი ეს თქვენი კომენტარი, რომელიც თქვენ მე მითხარით, ეხლა უბრალოდ ყობახიძის მიერ გაკეთებული, ხო? ამის ნათელი ილუსტრაცია 24 საათის განმავლობაში იგი არის დაპირისპირებაში შესული ოპოზიციურ პარტიას, ძირითადად რა თქმა უნდა ნაციონალურ მოძრაობას და განსხვავებულ პოზიციაზე დევნის, მას რომ შეეძლოს ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკურ პარტიებს აგრძალებდა, მაგრამ ამდენადაც ვერ თავხედდება. მაგრამ სადაც შეუძლია პოლიტიკურ ოპოზიციურ ლიდერებს დევნის და აპატიმრებს და სადაც არ შეუძლია ხდებით, ხო, ეხა აუქმეს მთლიანად უწყებას. ამიტომ ეს არის ტიპიური უკვე ავტოკრატიული მართლობა, სადაც უბრალოდ არსებობს ნიშანწყლები დემოკრატიისა. მხოლოდ ნიშანწყლები, თორე ტიპიური ჯერ კიდევ სანამ თქვენ არსებობთ, სანამ არსებობს ჯერ კიდევ სახელმწიფო ინსპექტორი, სანამ ჯერ კიდევ არსებობს ომბუდსმენი, ამიტომ ვამბობ, რომ ნიშანწყალი არსებობს. თორე რეალურად მართლობა და ტიპი მართლობის არის ავტოკრატიული, ეს უნდა ვიცოდეთ. ამიტომ აი ამ კონტექსტში ქალბატონი ზურაბიშვილის ინიციატივა ჩანს, რომ რაღაცა სინათლე ბჟუტავს, მაგრამ ეს შუქი შეიძლება ჩაქრეს ძალიან მალე და შეიძლება გააღვივდეს და განათდეს და რამდენად ჩვენ ძალიან ბევრ ნაციონალურ მოძრაობას წავაო პოლიტიკიდან. მაშინ შესაძლოა კარგი, დამკითხვაზე შეიძლება ცოტა გზად პასუხი გაგცეთ. იცით რა არის? სინამდვილეში რაშია საქმე? ბატონი კობახიძე ჩვენში ნაციონალურ მოძრაობაში ხედავს რას საფრთხეს? დამარცხდება რეჟიმი. ადრე ვიდრე გვიან. ამ საფრთხეს ხედავს. მას როგორც ასეთი სახელწოდება ნაციონალური მოძრაობის, რომელიც წინა ხელისუფლების ცალკევის განმავლობაში მართლმსადავრებთან ეს კი არ ადარდებს, ხო? ადარდებს ის, რომ ჩვენ ხელში ვურტყამთ, როდესაც ისინი ფულს იპარავენ, ვამხელთ იქ, როდესაც ისინი მხილების გესმი არიან, უწევთ წინააღმდეგობას ყველგან, სადაც მათ პრობლემები ექნება და ეს პრობლემები მათთვის დიდი პრობლემა მიუხედავად იმისა, რომ იქ არიან სადაც არიან. მაგრამ ერთი წამით მინდა დავფიქრდეთ ზურფას მაყურება. მათ რომ მართლა ქონდეთ წინა ხელისუფლებასთან მიუღებლობა და პრობლემები. ნახევარი ნაციონალური მოძრაობა. ყავთ მათ პარლამენტში, სამინისტროებში, მაღალ თანამდებობებზე, აი წინა ხელისუფლების წარმომადგენლები. მათ წინა ცხაწლთან კი არა აქვთ მიუღებლობა, ხახო. მათ აქვთ ყველა იმ ადამიანთან, ყველა იმ სუბიექტთან, ყველა იმ სამართლებრივ ორგანიზაციულ ფორმასთან, რომელიც ამ შემთხვევაში პარტიებთან არის წარმოდგენილი, სერიოზული პრობლემა, იმიტომ რომ ჩვენ ზურგში ვსუნთქავთ მათ და მათ უნდათ რომ ველი გაუდაბნოდეს და მოსუფთავდეს. ესაც უხერხთ რომ იყვნენ და იყვნენ და ამიტომ არიან, როდესაც ასე აკრიახდებიან დრო და დრო და ის რომ ჩვენ სუსტებით, მე ვფიქრობ, საპირისპიროს ადასტურებს განსაკუთრებით ბოლო წლები. ბატონი კობახიძე არის ტრაგიკული დიახაც მოვლენა ქართული სახელმწიფოსთვის, ადამიანი, რომელსაც ერთი სიტყვა არ წამოსდება სახელმწიფოებრივი, ადამიანი, რომელსაც ერთი სიტყვა არ წამოსდება არც ოკუპირებულ ტერიტორიებზე, არც პენსიაზე, არც ახალგაზრდების ყოფაზე, არც განათლებაზე, არც რეფორმაზე, არც ხელოვნებაზე, არც კულტურაზე 24 საათის განმავლობაში საუბრობს დევნაზე, დაპატიმრებაზე და შევიწროვებაზე. და ასეთი რეჟიმი, როდესაც
საკუთარ აი ზამბარას მის ხელში ჭიმავს, რა ხდება უგება როგორია ჩემს შვილი ამბობს რომ უნდა შეხვდეს სამი პრეზიდენტის შეხვედრა. ნიკა, რამდენად წარმოგიდგენთ? მე ყოველთვის ამ წუთის მდგომარეობით მე მინდა ვიყო თქვენთან გუწველი და ვაპირებ ბოლომდე ვიყო გუწველი, ასეთი ვიყავი ყოველთვის ვცდილობდი მაქსიმალურად ყოველ შემთხვევაში და ამ წუთის მდგომარეობით მე დიახაც შეიძლება ჩათვალოთ რომ ავანსად გავცემ ამ იმედებს ამ პროცესებისადმი, მაგრამ ეს იმედები არსებობს, სანამ მიზერული შანსიც კი არის, რომ თანხმობა მოხდეს იმ საკითხებთან დაკავშირებით, რაც ამ ქვეყნის მომავალს სჭირდება, ჩვენ უნდა ვიყოთ ამ პროცესში. პარალელურად, რა თქმა უნდა, წარიმართება ის პროცესი, რომელშიც ჩვენ ვართ, ძალიან ბევრი ადამიანი, 10,000 ადამიანი აქტიურად ჩართული, ეს არის საპროტესტო მოძრაობა, რომელიც არის სიმართლის მოპოვების მოძრაობა, მარცხაჯულება პოლიტიზირებული დამარცხებადია საზოგადოების აქტიურობის პირობებში და არა მხოლოდ რაღაცა მოლაპარაკების პროცესის შედეგად. შემთხვევითი არ არის, როდესაც 200 ადამიანმა თავი გადადო და მართლაც უკიდურეს ფორმას პროტესტისას მიმართა. და დღეს ვერ იაზრებს ვერც ბატონი კობახიძე და ვერც ივანიშვილი და ბევრი ადამიანი, იმიტომ რომ მხოლოდ მე-6 დღეა ხო შიმშილობის. თუ მე-7 დღეა შიმშილობის, თუ რა პროტესტი გაღვივდება ამ ქვეყანაში და რაზე მიდის ასობით მოქალაქე მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ რომ ამ ქვეყანაში პოლიტიკური მარცხაჯულება არ იყო, მხოლოდ და მხოლოდ ტყვეები არ ყავდეს საპატიმროებში ამ შემთხვევაში სააკაშვილის სახით და არა მხოლოდ ხახდო 2 დღის წინ 5 წლითა და 4 თვით არაფრის გამო მოიკითხავთ ალბათ ხო? აი თქვენ ხო გექნებათ შესაძლებლობა აი კობახიძე რომ რატო დააკავეს 7 ადამიანი და რატო გაუშვეს 5 წლითა და 4 თვით პატიმრობაში. ვერავინ ვერ ახსნის. მხოლოდ იმიტომ რომ ისინი იყვნენ ლიდერები საკუთარ სოციუმში და საკუთარ საცხოვრებელ სოფლებსა და რაიონებში, მხოლოდ იმიტომ რომ ისინი იყვნენ აქტიური